მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. აგერ უკვე მარტის ბოლოა, გვიახლოვდება აპრილი და მოდი ვნახოთ რა ენერგიები შემოდის აპრილში, რა გაგვახარებს, რა მიდის და რა იქნება საინტერესო ტენდენცია. მაშასე წარმოთქვით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი და ვნახოთ რა საინტერესო სიახლე მოდის უახლოეს ერთ თვეში. თვითონ ამომივარ და რაღაც ძალიან საინტერესო საქმე უნდა დაიწყოთ. ახალი დასაწყისია. შიში არის იმის, რომ სადღაცა სუბსკულში არ აღმოჩნდეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ აი ეს ახალი ნაბიჯები, რომელიც ეხლა უნდა გადადგათ, ეს შეიძლება ახალ ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, ეს შესაძლებელია ახალ საქმეს უკავშირდებოდეს, სწავლა, განათლება, კარიერა და ასე შემდეგ. ნებისმიერ თვალსაზრისით ის, რაც ეხლა უნდა დაიწყოთ ნოლიდან, არ შეგეშინდეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ აი ეს ტრანსფორმაცია, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ძალიან საინტერესო შედეგამდე მიგიყვანთ. უახლოეს პერიოდში აქ არის საკითხი მოსაგვარებელი ფინანსებთან დაკავშირებით, სხვათა შორის ამ და საკმაოდ სოლიდური თანხებია მინდა გითხრათ. მოლოდინი გაქვთ, თითქოს რაღაცეებს წონით, აი ზუსტად ის მოლოდინი გაამართლებს. კარგი რიცხვებია 6 და 10, ამას მიაქციეთ ყურადღება უახლოეს ერთ თვეში. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან და შეგახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ. მაშასე კიდევ რა ენერგიებში ხართ? რა ენერგიებში ხართ? ნახე, თავდაყირა ამოვიდა სხვათა შორის ეს თავდაყირა არკანი ნიშნავს, რომ ის სცენარი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩამოკიდებულია, ჩემო ძვირფასებო, უკვე გამოსწორებისკენ მიდის. რას უკავშირდება თქვენი სურვილების ასრულებას? ძალიან დიდი სურვილი გისრულდება თუ უახლოეს პერიოდში, ვინც რაღაცა ნახეთ, ნაბიჯები გადადგით უკვე და რესურსები ჩადეთ, დრო მოვიდა, რომ ეს მიზანი ახდეს. აი ის უცნებები, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი აქ გქონდათ, უახლოეს სამ პერიოდში შეიძლება იყოს 3 დღე, 3 რიცხვი, 3-3-იანი განმეორდა სხვათა შორის მეგობრებო, მიაქციეთ ყურადღება, კარგი იქნება 3 რიცხვის დიდი ალბათობით აქ. აი ის უცნებები, რომელიც გქონდათ და ის სადღაც შორიდან ფიქრობდით ამ რაღაცების განხორციელებაში, აუცილებლად ძალიან კარგი პერიოდი იქნება. აუცილებლად დაგისრულდებათ რაღაცა სამგვარი სურვილი, იცოდეთ აი ამ უახლოეს ერთ თვეში. ვინც გეგმავდა პლასტიკურ ქირურგიას, მუცლის, მკერდის და ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია გაჩერებული გაქვთ, ან ფიქრობდით გააკეთოთ თუ არ გააკეთოთ, იცოდეთ, რომ საოცარ შედეგამდე მიგიყვანთ. პლასტიკურ ქირურგიაზე მაქვს საუბარი. ოღონდ აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას, თუ ექიმი კაცია. კარგი, კიდევ რა საინტერესო ენერგიები მოდის? აი ვისთანაც ეს არ არის აქტუალური, ანუ ქირურგიული ოპერაციები, მაშინ გეტყვით, რომ აი თუ კი რაიმე როგორ გითხრათ, სურვილი გაგაჩნდათ და გინდოდათ, რომ გეპოვათ თქვენი მეორე ნახევარი, ღირსეული მეორე ნახევარი, ვისთანაც არ არსებობს პარტნიორი, აუცილებლად აპრილის თვეში ამის ძალიან დიდი ალბათობაა. თქვენ ამოდიხარ წყალში, იმპერატორი და იმპერატრიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შეავსებთ ერთმანეთს. მსგავსება იქნება უზარმაზარი ხასიათების, გემოვნების, შესაძლებელია ფიზიკურადაც კი წააგავდეთ ერთმანეთს. ძალიან საინტერესო ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში. კიდევ რა ხდება? ვაუ. პედის პორპალი. ფორტუნა. ძალიან ბევრი გამართლებები. ძალიან ბევრი გამართლებები. სიხარულის ტუზი. ძალიან დიდი სიხარული გაქვთ მეგობრებო, აი ამ ერთის ტენდენციაში მე არ ვიცი, ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იწყება და ყველაზე მთავარი რაც არის, მტკივნეული ტენდენციები, გაურკვეველი სცენარი, ყველაფერი რჩება წარსულში, სიკვდილის არკანი, ფორტუნა და ტუზის, თასების ტუზი ეს იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარ ტრანსფორმაციას გადიხართ და უკვე გაიარეთ ჩვათვალეთ და დრო მოვიდა, რომ შედეგებზე გახვიდეთ. ძალიან დიდი სიხარულის ენერგია, გამართლების ენერგია, არ შეგეშინდეთ არავითარ შემთხვევაში ახალი ნაბიჯები გადადგათ, ახალი საქმე დაიწყოთ, ახალი ურთიერთობები დაიწყოთ. რეალურად ეს მოგიტანთ უზარმაზარი ემოციუ, სიხარულის ემოციას, ნამდვილად და როგორი კმაყოფილი ზიხართ, ნახეთ. კიდევ რა საინტერესოა, რა საინტერესო სიახლეა, ძალიან მომწონს. კიდევ რა საინტერესო სიახლეა.
ვაუ. მზე მოდის, აღარ გავაგრძელებ, არც მინდა რომ გავაგრძელო, იმიტომ რომ არ გავაფუჭო შემთხვევით. სადაც დანაკარგები იყო, ფინანსური დანაკარგები, დრო მოვიდა, რომ ის მოსავალი მიიღოთ. ვისთანაც ორსულობა აქტუალურია, ამის ალბათობაც არის აპრილის თვეში ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ მარტის ბოლოს ვიღებ ამ ვიდეოს მაინც და იცოდეთ, რომ ძალიან დიდი სითბო და სიხარული შემოდის უახლოეს ერთ თვეში. ყველას წარმატებას გილოცავთ. გისურვებთ და გილოცავთ, ანუ მოსალოცავთ. გაქვთ საქმე, არა აქვს მნიშვნელობა ეს რას უკავშირდება, ფინანსებია, პირადი ურთიერთობებია თუ სამსახურია. მოკლედ, საოცარი ენერგიები მოდის, საოცარი ტენდენციები მოდის და ძალიან დიდი საინტერესო და გამართლების ეტაპი გეწყებათ. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დალაიქოთ. გემშვიდობებით, დროებით.